როგორც მანამდე ვახსენეთ, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ჩინურ ახალწელს და დღეს ჩვენ მოვამზადებთ ჩინურ ახალწლების სეტს. კერძების სამმაოს. იქნება სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი. სტარტერად გვექნება ცხარე კიტრის სალათი, მთავარი კერძად გვექნება წყვილცხარე სოუსში ქათამი ანასთან ერთად ანუ გულო, ასე გვექნება შემწვარი ბანანი ნაყინთან ერთად. ამიტომ დრო არ დავკარგოთ და დავიწყოთ. და ბარემ გასწავლით ბრინჯის მისაყოლებელს მთავარ კერძთან და ეს იქნება ბრინჯი კვერცხთან ერთად. თო ეხლა მართლა დავიწყოთ. პირველ რიგში დავამუშავოთ კიტრი, გავჭრათ ნახევრად და შემდეგ ის ნახევრები გავჭრათ მეოთხედებად. შემდეგ უნდა ამოვაცალოთ კიტრებს გული, ან დანით, ან კოვზით. მე გირჩევთ რომ კოვზით უფრო ადვილია. შემდეგ დავჭრათ კიტრის ჟულიანებად, როგორც ვიდეოში ნაჩვენები და ეხლა გადავიდეთ შეზავებაზე. ჩაახეთ 1 კბილინი 2, დაახლოებით 2-3 გრამი ჯინჯერი, ანუ კოჭა, დავუმატეთ 30 გრამი სოიას სოუსი, 15 გრამი წყალი, შაქარი, ემეში და მარილი, სეზამის ზეთი, კარგად ამოურიეთ და აყარეთ ზემოდან აღიღლით ზაკა და მზად არის ჩვენი სალათი. ეს ჩვენი კიტრის მარინადი, რომელიც უნდა დამარინდეს დაახლოებით 9 საათი.